გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მოკლედ დადგა დღეს ის დღე, როდესაც უნდა დავიწყოთ ჩვენი manual testing-ის კურსი, რომელიც გაიშვება ამ არხზე და იქნება სრულიად უფასო. იქამდე სანამ უშუალოდ გაკვეთილს დავიწყებთ, კიდევ ერთხელ გაგეცნობით. მოკლედ, ჩემი სახელია ანი, უკვე 6 წელზე მეტია რაც ამ სფეროში ვმუშაობ და გადავწყვიტე, რომ ამ არხზე შენ შეგასწავლო ყველაფერი, ის რაც გჭირდება, რომ დაიწყო ნულიდან და გახდე manual QA. მოკლედ, დღეიდან ყოველ ხუთშაბათს საღამოს 8 საათზე ამ არხზე აიტვირთება ახალი გაკვეთილი. შესაბამისად, დარწმუნდი, რომ გამოწერილი გაქვს არხი და ასევე ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი გაკვეთილები. თითოეულ გაკვეთილზე გვექნება ერთი მთავარი თემა და 3 ქვეთემა, თუ რა შევისწავლით გაკვეთილის განმავლობაში. ამასთანავე პერიოდულად გვექნება ხოლმე გაკვეთილებს შორის პრაქტიკული აქტივობებიც, სადაც საჭირო იქნება თქვენი ჩართულობა და ის კიდევ უფრო სახალისოს გახდის პროცესს. დღეს ვისაუბრებთ ტესტინგის ფუნდამენტალებზე, ზოგადად გავიგებთ თუ რა არის QA, რისთვის გვჭირდება ის და ასევე გავიგებთ რა არის software და რა application software ტიპები გვაქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კურსის განმავლობაში გამოვიყენებ ასეთ key სიტყვებს ინგლისურად, რაც ისედაც გჭირდებათ, რომ ინგლისურად იცოდეთ. კარგით, მოკლედ დავიწყოთ. ესე იგი, დღევანდელი გაკვეთილის აჯენდა, როგორც უკვე ვთქვით, არის QA. განვიხილოთ ზოგადად რა არის QA, რა არის QC და QE და რა განსხვავება მათ შორის. და ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა საჭიროება აქვს კომპანიისთვის QA-ს, ანუ ტესტინგს. ასევე ვისაუბრებთ software-ზე და application-ზე და software ტიპებზე. კარგით, მოდით დავიწყოთ პირველი თემა, ანუ რა არის ზოგადად QA. QA სიტყვის განმარტებით ნიშნავს quality assurance, ანუ ხარისხის უზრუნველყოფა. ანუ ადამიანი, რომელიც მუშაობს როგორც QA ან ტესტერი კომპანიისთვის, ის ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება მომხმარებელთან. ესე იგი, ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს, ნებისმიერი აპლიკაცია წარმოიდგინეთ, მაგალითად Facebook-ი, Instagram-ი, ხო? თითოეული ამ აპლიკაციის უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც მუშაობს, თავის საქმეს ასრულებს იმისთვის, რომ ეს პროდუქტი ჩვენამდე მოვიდეს bug-free. ანუ ნაკლები დეფექტებით. რა თქმა უნდა, სრულიად აბსოლუტურად bug-free პროდუქტის მიწოდება არის თითქმის შეუძლებელი. თუმცა, სწორედ ამისთვის არსებობს ტესტინგი, რომ მაქსიმალურად დავწმუნდეთ იმაში, რომ მომხმარებელთან დეფექტის გარეშე მივა პროდუქტი. ზოგადად manual QA-ის შემთხვევაში ტესტინგი, ანუ აპლიკაციის შემოწმება ხდება მომხმარებლის პერსპექტივიდან. ანუ მე როგორც manual QA უნდა შევასრულო სხვადასხვა ქმედებები აპლიკაციაში, იმის მიხედვით თუ რას როგორ გამოიყენებს და გააკეთებს მომხმარებელი. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ email-ის აპლიკაცია, ხო? ესე იგი, email-ის აპლიკაციას რო გახსნეს ადამიანი, უნდა შევიდეს პირველ რიგში თავის აკაუნტში, შესაბამისად, უნდა გამოიყენოს login functionality. ანუ შეიყვანოს თავისი email-ი, შეიყვანოს თავისი password-ი, დააჭიროს ღილაკს შესვლა და შევიდეს თავის აკაუნტზე. პირველ რიგში იმისთვის, რომ შემდეგ უკვე გამოიყენოს, ესე რომ ვთქვათ, აპლიკაცია და გაგზავნოს უშუალოდ შეტყობინება. შესაბამისად, რომ წარმოვიდგინოთ email-ის მაგალითზე, ტესტერი, ანუ manual QA, ვალდებულია, რომ ეს ქმედება შეასრულოს იქამდე, სანამ ის უშუალოდ გაიშვება მომხმარებელთან და დარწმუნდეს, რომ აპლიკაცია ისე მუშაობს, როგორც მოსალოდნელია. ანუ ისე მუშაობს, როგორც კლიენტის მოთხოვნა იყო. მაგალითად, ტესტერის მხრიდან უნდა მოხდეს იმის შემოწმება, აპლიკაცია მუშაობს თუ არა მოთხოვნების შესაბამისად, ისევე როგორც სწორი ქმედებების შემთხვევაში, ასევე არასწორი ქმედებების შემთხვევაში. მაგალითად, რო წარმოვიდგინოთ, როდესაც მომხმარებელი შეიყვანს არასწორ პაროლს, მან უნდა მიიღოს შესაბამისი მესიჯი, ანუ შეცდომის მესიჯი ეკრანზე, რაც მას ამცნობს, რომ მან არასწორად შეიყვანა პაროლი. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავწმუნდეთ იმაში, რომ აპლიკაცია სწორად ფუნქციონირებს იმის მიხედვით, თუ რა ქმედება შეასრულა მომხმარებელმა. ამას ქვია, ანუ მაგალითად, სწორი ქმედების შემთხვევაში ეს არის happy pass, ანუ ჩვენ ვამოწმებთ, რომ მომხმარებლის მხრიდან თუ ყველაფერი სწორად შესრულდება აპლიკაციას, სწორი outcome-ი ექნება და იმას გააკეთებს, რისთვისაც არის ეს ფუნქციონალი შექმნილი. ასევე უნდა დავწმუნდეთ, რომ დავფარავთ ყველა ნეგატიურ ქმედებას მომხმარებლის მხრიდან და ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში, ასე რომ ვთქვათ, მომხმარებელი მიიღებს შესაბამისი შეცდომის მესიჯს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს მოვალეობებში შედის ძირითადად ბაგების პოვნა, იქამდე ოღონდ სანამ რილიზი მოხდება, ანუ production-ში გავა ჩვენი ესე თუ ის ცვლილება და ფუნქციონალი და იქამდე სანამ მომხმარებელი უშუალოდ ნახავს ამ პრობლემას. ასევე
ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ტესტ кейსების წერას. ტესტ кейსები არის, ასე რომ ვთქვათ, რო წარმოიდგინოთ გეგმის სახით გაწერილი, ის ქმედებები, რაც უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ დავტესტოთ ფუნქციონალი. ანუ იმეილის შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, ჩვენ უნდა ჩამოვწეროთ ის სხვადასხვა ქმედებები, რაც შეიძლება მომხმარებელმა გააკეთოს, ანუ ის სხვადასხვა შესაძლო кейსები, რაც შეიძლება მოხდეს. მაგალითისთვის, რო წარმოვიდგინოთ, ჩამოვწერთ პირველი ტესტ кейსი, მაგალითად დარწმუნდი, რომ სწორი იმეილის და სწორი პაროლის შემთხვევაში მომხმარებელი შევა წარმატებით აკაუნტზე. შემდეგი შეიძლება იყოს არასწორი იმეილის და სწორი პაროლის შემთხვევაში დარწმუნდი, რომ მომხმარებელი შესაბამის მესეჯს მიიღებს ეკრანზე და ასე შემდეგ. ანუ ტესტ кейსები გვეხმარება იმაში, რომ ორგანიზებულად დავტესტოთ აპლიკაცია და არ გამოგრჩეს არაფერი. ასევე მნიშვნელოვანია, რაზეც მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლაც გეტყვით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტესტ кейსების დროს დავრწმუნდეთ, რომ ვფარავთ როგორც პოზიტიურ შემთხვევებს, ასევე ნეგატიურ შემთხვევებს. როდესაც მომხმარებელი შეყვანს სწორ იმეილს, სწორ პაროლს და დააჭერს შესვლას. ხო, ანუ ასეთ შემთხვევაში აკაუნტი უნდა გაიხსნას. ნიშნავს, რომ ეს არის happy pass, ანუ წარმატებული flow, ასე რომ ვთქვათ. ნეგატიური кейსი იქნება მაგალითად, როდესაც მომხმარებელი არასწორ პაროლს შეიყვანს და არ უნდა შევიდეს, ხო? ანუ აკაუნტი არ უნდა გაიხსნას. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავფაროთ როგორც happy pass, ასევე ნეგატიური შემთხვევებიც იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ არასწორი ქმედების შემთხვევაშიც მომხმარებელი სწორ მესეჯს მიიღებს. ამ შემთხვევაში სწორი შეცდომის მესეჯი. რომ ანუ თქვენ შეიყვანთ არასწორი პაროლი და შესაბამისად მომხმარებელმა უკვე იცის რაშია პრობლემა. კარგი, ეს ტესტ кейსებზე და ასევე აუცილებელია დეველოპერებთან თანამშრომლობა. ანუ ჩვენ მოგვიანებით კიდევ უკეთ ვისაუბრებთ ზოგადად agile team-ზე, ვისგან შედგება თიმი და ვისთან ერთად გვიწევს ყოველდღიურად მუშაობა. თუმცა დეველოპერები არიან ერთ-ერთი, ასე რომ ვთქვათ, მთავარი ნაწილი ამ გუნდის და აუცილებელია, რომ მათთან სწორი კომუნიკაცია გქონდეს, რადგან ეს ბევრ საკითხში გვეხმარება. ანუ საბოლოოდ ამ კუთხით რომ შევხედოთ, ჩვენ ვამოწმებთ მათ გაწერილ კოდს. ანუ ისინი წერენ კოდს, შესაბამისად რაღაც ახალ ფუნქციონალს ქმნიან და ჩვენ უკვე ამ გაწერილი კოდის, მათი დაწერილი კოდის გატესტვას ვიწყებთ და შემოწმებას და თუ რამე პრობლემას აღმოვაჩენთ, ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა, ანუ ასე რომ ვთქვათ, მის გაწერილ კოდში. ასევე აუცილებელია, რომ ამ ბაგებს ბოლომდე მივყვეთ, ანუ მუდმივად ვიყოთ დეველოპერებთან კომუნიკაციაში იმასთან დაკავშირებით თუ დაიფიქსა თუ არა ესა თუ ის ბაგი, ანუ მაგალითად რაღაც ჩვენი აღმოჩენილი შეცდომა გასწორდა თუ არა, უნდა გადავტესტოთ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძირითადად ესე რომ ვთქვათ მოკლედ და შემდეგ ყველა თემას რა თქმა უნდა უკეთესად ჩავშლით მოგვიანებით, მაგრამ ნუ QA-ზე ეს არის მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება რომ ვიცოდეთ. ეხლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, ეს არის QA, QC და QE. ანუ ეს არის სამი, ესე რომ ვთქვათ, განშტოება, რაც გვჭირდება რომ ვიცოდეთ და მათ შორის განსხვავებებით აუცილებლად უნდა გვესმოდეს. მოდი ჯერ ვისაუბროთ, რას ნიშნავს QA, მერე QC, მათ შორის განსხვავებებზე და ბოლოს უკვე QE. QA ეს არის quality assurance, QC ეს არის quality control. ანუ ესე იგი, ადამიანი, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი, ანუ QA ამ შემთხვევაში, უფრო მეტად მიმართულია იმაზე, რომ პროცესი იყოს გამართული. ანუ მისი მთავარი როლი, ასე რომ ვთქვათ, არის სწორი და ხარისხიანი პროცესი. ესე იგი, QA არის უფრო მეტად ჩართული მთლიანი SDLC-ის პროცესში. SDLC ეს არის Software Development Life Cycle, ანუ software-ს განვითარების სასწრაფო გზა, რასაც ის გადის, ვთქვათ, იდეიდან შექმნამდე, ხო? ანუ ამაზე უფრო დეტალურად რა თქმა უნდა ვისაუბრებთ მოგვიანებით, უბრალოდ ახლა რომ წარმოიდგინოთ, ესე იგი software გადის რაღაც სასწრაფო გზას, ხო? ანუ ჯერ რაღაც იდეა მოდის, შემდეგ ეს იდეა იწერება როგორც requirements, ანუ მოთხოვნა, შემდეგ უკვე ამ მოთხოვნას ჭირდება დიზაინი, საბოლოოდ რა ვერსია და რა სურს კლიენტს, რომ ჩვენ მას მივაწოდოთ და შემდეგ უკვე ხდება ეს კოდინგი, ანუ დეველოპერები წერენ კოდს, ქმნიან ამა თუ იმ ფუნქციონალს, ამა თუ იმ აპლიკაციას და მერე ხდება ტესტინგი, სადაც ტესტერი ტესტავს, ამოწმებს ამ გაწერილ კოდს, ესე რომ ვთქვათ და ბოლოს უკვე ეს არის რილისი, ანუ როდესაც ეს ფუნქციონალი, შექმნილი ფუნქციონალი გადის მომხმარებელთან, ანუ production-ში. ეს არის, ძალიან მოკლედ ახლა, მაგრამ მაინც რა წარმოდგენა გქონდეთ, ეს არის SDLC, ანუ Software Development Life Cycle.
ანუ ყველა ის საფეხური, რასაც software გადის იმისთვის, რომ საბოლოო სახე მივიღოთ. მოკლედ, ესე იგი QA ეს არის ადამიანი, რომელიც მთლიანი ამ SDLC-ის პროცესში თავიდან ბოლომდე არის ჩართული და შესაბამისად უზრუნველყოფს და ორიენტირებულია იმაზე, რომ თავიდან აირიდოს რაღაც დეფექტები, თავიდანვე იმაზე ზრუნვით, რომ იყოს პროცესი სწორად გამართული. QC-ს რაც შეეხება ამ შემთხვევაში quality control, ან ეს არის quality control, ეს არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის ტესტირებაზე ორიენტირებული, ანუ ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ტესტავს software-ს. შესაბამისად, მისი მთავარი ამოცანა არის ის, რომ იპოვოს დეფექტები. მთლიანი ამ SDLC-ის პროცესზე, როგორც უკვე ვთქვით, ეს საფეხურები რაც განვიხილეთ, აი testing საფეხური სადაც გვაქვს, როცა უშუალოდ იწყება ტესტინგი, ეს არის quality control უფრო მეტად, ანუ ადამიანი, რომელიც უკვე უშუალოდ არის ტესტირებაზე ორიენტირებული. და ამათ შორის განსხვავება მოკლედ ესე რომ წარმოვიდგინოთ, ესე იგი quality assurance არის პროცესზე ორიენტირებული და ზრუნავს იმაზე, რომ ხარისხიანი პროცესი იყოს. QC კი ეს არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ტესტავს software-ს და ზრუნავს იმაზე, რომ ხარისხიანი პროდუქტი იყოს. QE-ს რაც შეეხება, ეს არის quality engineer და quality engineer ზოგადად როგორც სიტყვა გვეუბნება, ანუ არის ადამიანი, ინჟინერი, რომელიც კოდს წერს და ამ კოდის მეშვეობით ტესტავს აპლიკაციას. მოკლედ არსებობს software engineer. Software engineer არის ადამიანი, რომელიც კოდს წერს იმისთვის, რომ შექმნას რაღაც, ანუ ესენი არიან დეველოპერები და შემდეგ უკვე quality engineer, ეს არის ადამიანი, რომელიც ასევე კოდს წერს, ოღონდ ამ კოდით ტესტავს და ამოწმებს კონკრეტულ ფუნქციონალს. კარგი, სულ ეს იყო, იმედია უკვე კარგად გესმით განსხვავება QA, QC და QE-ს შორის და ახლა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. კარგი, მოკლედ ახლა მოდი ვისაუბროთ, რას ნიშნავს software, რას ნიშნავს system software, application software და რა განსხვავებაა მათ შორის. System software ეს არის ოპერატიული სისტემა. ნებისმიერ აპლიკაციას, რომელიც გვაქვს კომპიუტერში ან ტელეფონში ან ტაბლეტში, ნებისმიერ აპლიკაციას იმისთვის რომ გაეშვას, სჭირდება ოპერატიული სისტემა. მაგალითად iOS, Android, ანუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენს local machine-ში არ არის დაინსტალირებული რაღაც ოპერატიული სისტემა, მაშინ საერთოდ ვერ გამოვიყენებთ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ვერ გადმოვიწერთ ვერანაირ აპლიკაციას და ვერ გამოვიყენებთ საერთოდ ვერაფერს. ანუ system software ეს არის ოპერატიული სისტემები. ის რაც უნდა ჩაიტვირთოს ჩვენს ტელეფონში იქნება ეს თუ კომპიუტერში. რაც შეეხება application software ეს არის ნებისმიერი ის აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ან ჩამოვტვირთოთ და ისე გამოვიყენოთ ჩვენს მაგალითად კომპიუტერში, ტელეფონში ან ვების მეშვეობით გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. ანუ application software ეს არის ზოგადად ის კომპიუტერის ენა, რომელიც რაღაც კონკრეტულ ფუნქციონალს ასრულებს. ანუ ნებისმიერი ის აპლიკაცია, რომელიც რაღაც კონკრეტული მიზნისთვის შეიქმნა. System software ეს არის ოპერატიული სისტემა, რომელიც იმისთვის გვჭირდება, რომ შემდეგ უკვე გამოვიყენოთ application სისტემა. ანუ application სისტემას ჭირდება აუცილებლად system software, იმისთვის რომ შევძლოთ მისი გამოყენება. ესე იგი კიდევ ერთხელ, მოკლედ რომ გავიაროთ, system software ეს არის ნებისმიერი ოპერატიული სისტემა, რაც გვჭირდება, რომ გქონდეს დაინსტალირებული იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ესა თუ ის მოწყობილობა. ეს არის მაგალითად Windows, Android, iOS და ასე შემდეგ. Application software ეს არის კომპიუტერული ენა, რომელიც რაღაც ფუნქციას, ანუ რაღაც ქმედებას ასრულებს მომხმარებლისთვის, ხო? ნებისმიერი რამ, რაც შეგვიძლია რომ ჩამოვტვირთოთ, ან უბრალოდ ვების მეშვეობით გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, application software-ს აქვს თავისი ტიპები. ის იყოფა 4 ნაწილად და ახლა გავიაროთ თითოეული მათგანი. იქამდე სანამ მე მაგალითად ამ თემას შევისწავლიდი, ჩემთვის ნებისმიერი აპლიკაცია იყო აპლიკაცია. თუმცა ეხლა გავეთნობით აპლიკაციის ტიპებს და გაკვეთილის ბოლოს უკვე შეგვეძლება იმის განსხვავება, თუ რომელი აპლიკაცია რა ტიპს მიეკუთვნება. მოკლედ, აპლიკაციის ტიპები იყოფა როგორც გითხარით 4 ნაწილად. ეს არის web-based application, ანუ ის აპლიკაციები, რომლებსაც ჩვენ წვდომა გვაქვს ბრაუზერის მეშვეობით. ანუ web აპლიკაციები, რომელსაც ბრაუზერის მეშვეობით ვიყენებთ. შევდივართ ბრაუზერში, ვხსნით URL-ს და მერე უკვე გვაქვს წვდომა მასზე. შემდეგი არის mobile აპლიკაცია. Mobile აპლიკაციები ეს არის ისეთი აპლიკაციები, რომელიც ჩვენს ტელეფონებში ან ჩვენს ტაბლეტებში შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ და გამოვიყენოთ. მაგალითისთვის Instagram, Uber და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც შეგვიძლია რომ ჩამოვწეროთ mobile ვერსია და გამოვიყენოთ mobile-დან ან ტაბლეტიდან, ეს არის mobile აპლიკაცია.
შემდეგ არის desktop application. Desktop application ეს არის ისეთი აპლიკაციები, რომლებიც შეგვიძლია რომ desktop-ზე ჩამოვტვირთოთ, თუმცა მას არ ჭირდება არაფერი რომ გაეშვას. Აი მაგალითად ვების შემთხვევაში ჩვენ ხა გვჭირდება ბრაუზერი იმისათვის რომ წვდომა გქონდეს web-based აპლიკაციაზე. Desktop აპლიკაციის შემთხვევაში არაფერი არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა ჩამოვტვირთოთ ეს აპლიკაცია და შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ინტერნეტის, სერვერის და ნებისმიერი სხვა დამატებითი რაღაცის გარეშე შეგვიძლია რომ გქონდეს წვდომა ამ აპლიკაციებზე. მაგალითად ეს შეიძლება იყოს PowerPoint, Word-ი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ისინი, რომლებიც არ საჭიროებენ ინტერნეტს და არ საჭიროებენ არაფერს სხვას იმისთვის, რომ გამოვიყენოთ. ბოლო ეს არის client-server applications. Client-server აპლიკაციები არის ისეთი აპლიკაციები, რომელსაც executive files აქვს. ჩვენ და ჩამოვიწევთ ეს X ფაილები ჩვენს local მაშინებში, დავაინსტალიროთ და შემდეგ უკვე სერვერზე წვდომის შემდეგ შეგვიძლია მისი გამოყენება. მაგალითად, ესეთი შეიძლება იყოს Skype-ი. ჩვენ და ჩამოვიწევთ Skype-ის executive file, დავაინსტალიროთ და მერე უკვე internet connection-ის და server connection-ის მეშვეობით მასზე წვდომა გვაქვს და შეგვიძლია გამოვიყენოთ. მოკლედ, კიდევ ერთხელ რა გავიაროთ, სულ არსებობს ისე 4 ტიპის აპლიკაცია. ეს არის web-based application, mobile application, desktop და client server application. თითოეული მათგანი ცოტათი განსხვავებულად იტესტება ტესტინგის პერსპექტივიდან. ძირითადად კომპანიები უმეტესწილად იყენებენ web-based applications და ჩვენც ხშირად ამ შემთხვევაში როგორც manual ტესტერები ხშირად მოგვიწევს დიდი ალბათობით რომ web-based აპლიკაციაზე ვიმუშაოთ. თუმცა ასევე შეიძლება mobile აპლიკაციაზეც მოგვიწევს მუშაობა. Mobile-ის შემთხვევაში არსებობს რაღაც კონკრეტული tool-ები, რის გამოყენებაც გვჭირდება იმისთვის რომ mobile ვერსიები დავტესტოთ. თუმცა ხო, როგორც უკვე გითხარით, ძირითად შემთხვევაში უმრავლესობა კომპანიების არის web-based აპლიკაციებზე დაფუძნებული. ეხლა ვისაუბროთ ცოტა software ტიპებზე, ანუ არსებობს B2C, B2B და internal software ტიპები. რაც ნიშნავს B2C? B2C ტიპი, ეს არის business to consumer, რაც ნიშნავს ბიზნესიდან მომხმარებელზე, ანუ ბიზნესი კონკრეტულ კლიენტზე ყიდის ამა თუ იმ აპლიკაციას, მაგალითად Netflix-ი, TikTok-ი, Amazon-ი და ასე შემდეგ. ანუ ბიზნესი ქმნის რაღაც კონკრეტულ აპლიკაციას, software-ს იმისთვის, რომ გაყიდოს კონკრეტულ მომხმარებელზე, ანუ კლიენტზე. B2B ეს არის ბიზნესიდან ბიზნესზე, ანუ B2B შემთხვევაში რაღაც software იქმნება იმისთვის, რომ მოგვიანებით ეს უკვე გაიყიდოს ბიზნესზე. მაგალითად, Slack-ი არის ის აპლიკაცია, რომელსაც კომპანიები, ანუ ბიზნესები იყიდულობენ და იყენებენ შიდა კომუნიკაციისთვის. ასევე Jira, ანუ კონკრეტული ბიზნესი ამ თუ იმ software-ს ქმნის იმისთვის, რომ შემდეგ გაყიდოს სხვა ბიზნესზე. და internal, ეს არის internal, ანუ შიდა tool-ები, რასაც თვითონ კომპანიები აკეთებენ იმისთვის, რომ შიდა სამზარეულოში გამოიყენონ, მოკლედ. ანუ ის tool-ები, რომელსაც თვითონ ქმნიან არა იმისთვის, რომ გაყიდონ გარე მომხმარებელზე, ან სხვა ბიზნესზე, არამედ იმისთვის, რომ თვითონ შიგნით კომპანიაში გამოიყენონ. ესეც შეიძლება იყოს მაგალითად HR სისტემა, ხო? ანუ თვითონვე ამ სისტემას ქმნიან და გამოიყენებენ თვითონ და არა გასაყიდად. კარგი, ეხლა ჩვენ ცოტა ვისაუბროთ front-end-ზე და back-end-ზე, იმისთვის რომ უბრალოდ გვესმოდეს, რას ნიშნავს front-end-ი და back-end-ი და რა განსხვავებაა მათ შორის. სიღრმისეულად ჯერ ამ თემაში არ შევალ, იმიტომ რომ შემდეგ გაკვეთილებზე უფრო კარგად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. დღეს რახან პირველი გაკვეთილია მინდა რომ მაქსიმალურად ზოგადი ცოდნა მოგაწოდოთ, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ზოგადად QA, რა არის testing-ი და ზოგადი ესე რომ ვთქვათ basic ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით გქონდეთ. ნებისმიერ აპლიკაციას, რომელიც არსებობს, აქვს front-end-ი და back-end-ი. შესაბამისად, front-end developer-ები ქმნიან აპლიკაციის front-end ნაწილს, ანუ იმ წინა ნაწილს, რაც მომხმარებელს უშუალოდ ხვდება ეკრანზე და შესაბამისად back-end developer-ები ქმნიან და მუშაობენ back-end მხარეზე, ანუ უკანა მხარეზე. Back-end-ის ნაწილში კომპანიებს აქვთ თავიანთი რაღაც ბიზნეს წესები გაწერილი, რის მიხედვითაც კონკრეტული ფუნქციონალები, კონკრეტული რაღაც ფუნქციონალები სრულდება უკანა ფონზე, ესე რომ ვთქვათ, მომხმარებელი უშუალოდ ამას ეკრანზე ვერ ხედავს, მაგრამ აი ამ კონკრეტული წესების მიხედვით, რაც აქვს ვთქვათ კომპანიას თავიანთი ბიზნეს ლოჯიკ გაწერილი, ამის მიხედვით ფუნქციონალებს უკვე აპლიკაცია. Front-end-ი ეს არის აპლიკაციის ის ნაწილი, რომელიც
ეკრანზე გვხვდება, რომელსაც უშუალოდ მომხმარებელი ხედავს, ეს შეიძლება იყოს ხედავს და გრძნობს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ფერები, რაღაც ღილაკები და კონკრეტული ის რაღაცები, რასაც ეკრანზე ვხედავთ. ბექენდი ეს არის უკანა ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენთვის მუშაობს. მაგალითად წარმოვიდგინოთ YouTube-ის აპლიკაცია, უფრო მარტივად რა წარმოვიდგინოთ, რა ნიშნავს ფრონტენდი და ბექენდი, ხო? YouTube-ზე რა შევდივართ, ყველაფერი, რასაც ეკრანზე ვხედავთ, იქნება ეს ვიდეოები, რაღაც ვიზუალი, ღილაკები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ფრონტენდ ნაწილი, ანუ წინა მხარე აპლიკაციის. ფრონტენდს ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ GUI, ანუ Graphic User Interface, რაც გულისხმობს გრაფიკული მომხმარებლის სახე, ასე რომ ვთქვათ, ანუ ის, რაც მომხმარებელს უშუალოდ ხვდება. ფრონტენდი ესე იგი ეს არის ის, რასაც მომხმარებელი ხედავს, გრძნობს, ეხება. მაგალითად, რაღაც კონკრეტულ საძიებო სიტყვა შევწერეთ YouTube-ზე და როდესაც დავაჭირეთ უკვე ძებნის ღილაკს, დაგვიბრუნდა ის ვიდეოები მხოლოდ, რაც ამ სიტყვასთან ასოცირდება. ანუ ამ დროს რა მოხდა, ხო? ჩვენ ფრონტენდზე ჩავწერეთ ეს საძიებო სიტყვა, დავაჭირეთ ძებნის ღილაკს და ან უკანა მხარეს, ისე რომ ჩვენ ვერ დავინახეთ რა შესრულდა რაღაც ფუნქციონალები უკან და შემდეგ უკვე ბექენდმა დაგვიბრუნა კონკრეტულად ის ვიდეოები, რაც გვჭირდებოდა. დაახლოებით ესე შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ მარტივად აპლიკაციის ფრონტენდ და ბექენდ ნაწილი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ყველაფერს. ანუ ბექენდი ეს არის უშუალოდ დატაბეისები და სერვერები. ის ყველა ინფორმაცია, რაც დატაბეისებში ინახება, ეს არის ბექენდ ნაწილი და სერვერები, ხო? რაღაც კონკრეტული ბიზნეს ლოჯიკები გვაქვს და ასე შემდეგ. უფრო უკეთ ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე, მარტივად, კიდევ უფრო მარტივად რომ გაიაზროთ, თუმცა ჯერჯერობით ეს იყოს, რომ წარმოდგენა გქონდეთ, რას ნიშნავს აპლიკაციის ფრონტენდ მხარე და ბექენდ მხარე. იდეაში დღევანდელი გაკვეთილი სულ ეს იყო. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ისეთი ინფორმაცია მომეწოდებია, რომ პირველი გაკვეთილისთვის დატვირთული არ ყოფილიყო. არც შემდეგი ეტაპები არ არის, რა თქმა უნდა, რთული, თუმცა ამ ეტაპზე უბრალოდ basic ინფორმაცია მივიღეთ და ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაც. მოკლედ, უკვე შეგვიძლია ვიცოდეთ და ავხსნათ რა არის განსხვავება QA, QC და QE-ს შორის. ვისაუბრეთ system software-ზე და application software-ზე, ასევე ვისწავლეთ application-ის სხვადასხვა ტიპები, web აპლიკაცია, mobile აპლიკაცია, desktop აპლიკაცია, client server აპლიკაცია. ასევე ვისაუბრეთ software ტიპებზე, B2C, B2B და internal business-ებზე და ასევე განვიხილეთ აპლიკაციის front-end და back-end ნაწილი. მოკლედ, დღევანდელი გაკვეთილი სულ ეს არის. იმედია, რომ მოგეწონებათ, იმედია, რომ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ YouTube-ის არხი და დარწმუნდით, რომ ზარის ღილაკს ჩართავთ, რადგან შემდეგი გაკვეთილები არ გამოგრჩეთ. მოკლედ, სილაბუსს ავტვირთავ კომენტარებში, იმისთვის, რომ თქვენ გაეცნოთ და იცოდეთ მთელი კურსის განმავლობაში რა ინფორმაციას მივიღებთ და რას შევისწავლით. ასევე აი ამ სლაიდებსაც დავურთავ ვიდეოს, იმისთვის, რომ გქონდეთ სვდომა და შემდეგ უკვე გადახედოთ, როცა დაგჭირდებათ. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყველას.